35 წლიანი ბრძოლის შემდეგ ისინი ახლა მეგობრები არიან და ასე იქნება დიდი ხანი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ეს სიტყვები ახლა თან ბაქო ერევანს შორის გაფორმებულ სამშვიდობო შეთანხმებას. თეთრ სახლში ხელმოწერილი დეკლარაციით მხარეები ადასტურებენ მათ მისწრაფებას, ბოლომდე მიიყვანონ სამშვიდობო შეთანხმება. მოსკოვის არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ სომხეთ აზერბაიჯანის სამხედრო და პოლიტიკური დაპირისპირება ვაშინგტონმა კრემლის გარეშე დაასრულა. ისტორიული შეთანხმება გულისხმობს ამერიკის ექსკლუზიურ უფლებას განავითაროს სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფანი სამხრეთ კავკასიაში, ენერგეტიკისა თუ სხვა რესურსების ექსპორტისთვის. მისი ნაწილია ზანგეზურის დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანიდან ნახიჩევანში ტვირთებს სომხეთის ტერიტორიის გავლით გაიტანს, იქ კი ამერიკის კერძო კომპანიის მიერ შემოწმდება. დოკუმენტში ვკითხულობთ, სომხეთი და აზერბაიჯანი ვალდებულებას იღებენ სამუდამოდ შეწყვეტონ ყველა საბრძოლო მოქმედება, აღადგინონ ვაჭრობა, მოგზაურობა და დიპლომატიური ურთიერთობები. ასევე პატივისცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სომხეთის პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ ეს დეკლარაცია თამაშის წესებს სრულიად შეცვლის და რეგიონს კეთილდღეობას მოუტანს. That is so great, and we'll hold up. How about holding up that document? All right. შუამავლობისა და გაწეული ძალისხმევისთვის დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადეს ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხარი დაუჭერეს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე დონალდ ტრამპის წარდგენის ინიციატივას. გარდა სამშვიდობო დეკლარაციისა, თეთრ სახლში შეთანხმდა ვაშინგტონსა და ბაქოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება და სომხეთ-ამერიკის ეკონომიკური თანამშრომლობის კონკრეტული პერსპექტივები. გაუქმდა 1992 წელს მიღებული 907 შესწორება, რომელიც ამერიკასა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვით თანამშრომლობაზე შეზღუდვას გულისხმობდა. მიღწეული შეთანხმებით 2025 წლის 8 აგვისტო ისტორიული არ იქნება მხოლოდ ცალკე აზერბაიჯანისთვის, სომხეთისთვის ან ამერიკისთვის. ბაქოშიც და ერევანშიც ამბობენ, რომ ამ თარიღით დაიწყება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის ახალი ეტაპი.